საბოტაჟის საქმეზე გამოძიება გრძელდება. აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვის არგუმენტი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ პროკურატურამ სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარა. გამოძიება ინტერესდება, რატომ და ვისი ფინანსებით ახდენდა მესამე სექტორი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას. მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მოქმედი და ისფედის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორები. ორივე მათგანი მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აცხადებს და ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია. იდენტურია ოპოზიციის შეფასებაც. მართველი გუნდი კი აქციების მიმდინარეობისას განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე ოპოზიციასთან ერთად პასუხისმგებლობას მესამე სექტორსაც აკისრებს. ეს არის დროშები, ეს არის რესპირატორები, 5 ცალი რესპირატორი და 5 ცალი სათვალე. ეწინააღმდეგება თუ არა ეს შესყიდვა კანონს და ახალისებდა თუ არა არასამთავრობო სექტორი რადიკალურ პროცესებს. პროკურატურის ამ შეკითხვებზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს საკუთარი არგუმენტი აქვს. საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული გიორგი კლდიაშვილის თქმით, გამოძიების კითხვები ძირითადად ბოლო 3 წელს განხორციელებულ შესყიდვებს ეხებოდა. მისი განმარტებით, IDFI-ის 2024 წელს განხორციელებული შესყიდვები თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. საუბარი ეხება 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელს. ასე რომ ამის ორგანიზაციის საქმიანობა არის ძალიან გამჭვირვალე და ღია და ყველა მიცის რა საქმიანობს ჩემი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს და გახდეს სრულიად უფუნქციო. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა სამართლიანი არჩევნების ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემაც. ისიც დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღის პირველ ნახევარში მოიკითხა. დოლიძის თქმით, გამოძიებისთვის საინტერესო შესყიდვების მიზანი თანამშრომლების უსაფრთხოება იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული გამოძიების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის ხელშეშლა. დაინტერესებდათ იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული აი ამ აქციების ორგანიზებაში და ქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ასე შემდეგ. და ცხადია კითხვები აი ამ შესყიდვასთან დაკავშირებითაც იყო და თქვათ ჩემს განცხადებებთან და ასე შემდეგ. ჩემი პასუხი რა თქმა უნდა იყო ის, რაც არის სიმართლე, სამართლიანი არჩევნები, მუდმივად დაარსებიდან დემოკრატიას ქვეყანაში, იცავს ადამიანის უფლებებს, ის რასაც ვახორციელებთ ამ აქციების დროს მონიტორინგი იქნებოდა იურიდიული დახმარება თუ ასე შემდეგ აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში. საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ 2024 წლის აქციებს ძალადობრივი სახე ჰქონდა. მათი განმარტებით, საქმის მასალებიდან გინდება, რომ აღნიშნულ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ახალისებდნენ. საქმის პროკურორის განცხადებით გინდება, რომ სხვადასხვა ფინანსურ წახალისებასა და სხვადასხვა ნივთებით აქციის აგრესიული მონაწილეების მომარაგებას სისტემური სახე ჰქონდა. ქეთევან ჩაჩავას განმარტებით, საქმის ფარგლებში ყველა პირი გამოიკითხება, რომელთაც შემხებლობა ჰქონდათ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სხვადასხვა პირებს შეძენილი აქვს სხვადასხვა ნივთები, აიწინაღები, მაგალითად შეძენილი არის წიწაკის სპრეი, ასევე გადახდილი არის ჯარიმები სამართალდარღვევი პირების მიმართ. სწორედ აი ამის ირგვლივ იკითხებიან ეს პირები, რა მიზნით და რატომ ხდებოდა ორგანიზებულად მსგავსი ქმედებების განხორციელება. საერთო სურათში მსგავსმა ქმედებებმა გამოიწვია წახალისება სახელმწიფო წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების. მესამე სექტორის დევნად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მესამე სექტორის ანგარიშების დაყადაღების ერთადერთი მიზეზი მათი საქმიანობის შეფერხება. მიმდინარე გამოძიებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში ყველა თანასწორია. მათივე თქმით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწევს პასუხისგაცემა თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული კანონდარღვევები. არასამთავრობო სექტორი არის ეგრეთ წოდებული watchdog-ი, ვინც აკვირდება საქართველოში კორუფციულ სქემებს, ვინც იცავს და ეხმარება ქართულ ხალხს, ვინც იცავდა მათ უფლებებს, ქალების უფლებებს განსაკუთრებით და ქართულ ოცნებას არ უნდა ძლიერი ქართველი, ქართულ ოცნებას არ უნდა ძლიერი ხალხი, მათ უნდათ ზუსტად ისეთივე მონამორჩილი ადამიანი, როგორც არის რუსეთში. ივანიშვილმა დაანონსა, რომ ყველა კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაცია და უბრალოდ დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნებოდა განადგურებული და ამ მის ტაქტიკას და ამ მის სტრატეგიას მიყვება. ველოდებით დაყადაღებასაც, დაკავებებსაც და ყველა რეპრესიულ ზომას, რასაც ავტორიტარები, მათ შორის ივანიშვილი და სხვა მისი მსგავსი ავტორიტარები იყენებენ. არაფერს შუაში არ არის პოლიტიკური დევნა, როცა არ გვევ კანონს, რეაგირება ექნება სახელმწიფოს. აი ეს უკვე გაცვეთილი მეთოდია, უკვე სკოლის მოსწავლეებმაც იციან, რომ იტყვება ეს ხალხი. კანონი არ დაარღვიო,
და ამ შემთხვევაში სახელმწიფოსგან რეაგირება არ იქნება. სამართლიანი არჩევნები იქნება ეს თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმ რადიკალურ და ექსტრემისტული აქციების ორგანიზებაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლები არიან სამართალდამცავი უწყებების წინაშე და რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ პასუხის გაცემა, რატომ, რა მიზნით და ვისი დავალებით და რა ფინანსებით ყვებავდნენ ამ რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ უკანონო აქციებს. იყო თუ არა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული შესყიდვები ძალადობრივი ქმედებების წამხალისებელი და კანონსაწინააღმდეგო. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გენერალური პროკურატურა სხვადასხვა პირის გამოკითხვას უკვე ხვალ გააგრძელებს. შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების საქმეზე მიმდინარეობს. გენერალურმა პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღა.